გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? მე უკვე კარგად, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ ძალიან ცუდ ვიყავი, ენტერო ვირუსი მქონდა. საშინელი ვირუსია რა, თან მოწამული ხარ და თან სიცხე გაქვს. მაგრამ დავამარცხე. რაღაცა წამლები დავლია და ასე შემდეგ. სანამ უშუალოდ ვიდეოს თავარ ნაწილზე გადავალ, მინდა შეგახსენოთ და ცოტა წაგემარიაჟოთ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს, ჩვენს ოლიმპიელებს და მე ყავს საერთო სპონსორი, რომელიც არის საქართველოს ბანკი და რო იცოდეთ საქართველოს ბანკი, რო გახსოვთ, რო გითხარით 2024 წელს სოფლიოში საუკეთესო დიჯიტალ ბანკის ტიტული აიღო თქო. და 2025 წელს ეხლა ხანს 5 დღის წინ 2025 წლის სოფლიოში საუკეთესო დიჯიტალ ბანკიც გახდა, რომელიც არის კიდევ ერთხელ წაგემარიაჟებით საქართველოს ეროვნული ნაკრების, საკალათბურთო ნაკრების ოლიმპიელებს და ჩემი სპორტსა და სხვა შორის, როდესაც კრეატორი დაიწყო გადაცემა, გეწოდინებათ, იქ მახარა ჰიტა და კაკორო არიან ჟიურის წევრები და რო არჩევენ ერთ კრეატორს. reality show-სავითა და პირველივე გადაცემაში ვიქნები მე, ჩემგან გაიგებთ ამას. აქ პატარა ის არის, რა ქვია, სპოილერია, სადაც არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ მაინც ვამბობ თუ გამიოქმებენ კონტრაქტს, გეწოდინებათ რატო გამიოქმეს. მაგრამ პირველი მენტორი ვიქნები მე, ვინც დავეხმარები ჩვენს 8 კონკურსანტს წარმატების მიღწევაში. პირველი მე სხვა იქნება რა, მაგრამ პირველი მე ვიქნები. იცი რატო? იმიტომ რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები. დავიწყოთ რითი. უსაოცრესი ინფორმაცია მოგაწოდოთ. სახელმწიფო ნიგერი მოროკოს დახმარებით გახსნის აეროპორტს, რომელსაც ერქმევა Niger Air International და ნიგერს მიულოცოთ აქედან საქართველოსდან. დიდი მადლობა მოროკოს, რომ დაეხმარა და ეს ინფორმაცია მათქმევინა. ვიჭორაოთ რა, ვიბაზროთ, დიდი ხანი არ მინახი ხარ და რაღაცებზე უნდა გებაზროთ პროსტა. საინტერესო ის არის კიდე რომ ესეთი TikTok-ი შემხვდა რომ ნუ არ ქმევთო ბიბლიურ სახელებსო ბავშვებს, ან თუ არ ქმევთო ბიბლიური გაკვეთილებით შაუტარეთ, იმიტომ რომ გუშინ მოსიაპირებდაო ჩემ გაძარცვას. ვიღაცებსა და ვიდეო და ძალიან გამეცინა. ეს არა რა თქმა უნდა არც mind blow-არც არაფერი, მაგრამ ძალიან საინტერესო ისა. ძალიან საინტერესო მიგნება, მე მომწონს კრეატიული მიგნებები. ერთხელაც იქნება ჩავატარებ ჩემპიონატს ბასტოს თასი ერქმევა და ტიპები მოხვალთ და თქვენს მიგნებებს იტყვით და ვინცაც ყველაზე თესლი მიგნება იქნება 5000 ლარს გადავცემ. არ ვიცი ეს თანხა საიდან მოვიტანო ან საიდან მოვიტანე, მაგრამ მიგნება ძალიან ფასეულია, მინიმუმ 5000 ლარი უნდა გადაიხადო კაი მიგნებაში. გახსოვთ ლებანონშიო ძალიან დიდი აფეთქება რომ მოხდა? ანუ აი ბეირუთში რომ პორტთან რაღაც აფეთქდა და აი კადრები რო არის ძალიან დიდი არაადეკვატური აფეთქება რო არის. მოდი კადრს განახებთ. ამას აქ ძალიან საინტერესო ისტორია, როგორ აფეთქდა, რატო აფეთქდა, რანაირად აფეთქდა და საქართველოს ფიგურირებს ამ აფეთქებაში. საქართველოსდან წამოსულმა გემმა, სადაც 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატი იყო, 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატი არისო, აი რა შვება, იცი აფეთქებს კი რა სახეს აცრობს. კაი ასაფეთქებელია რა. მიდიოდა მოზამბიკში, ანუ საქართველოსდან გემი დაიძრა და წავიდა მოზამბიკისკენ და სადღაც იქ ერთ-ერთ ადგილას საჭირო გახდა რომ გემი შეკეთებულიყო, რაღაც ნაწილი დაუზიანდა და ბეირუთის პორტში გაჩერდა ეს გემი. პარალელურად თურმე ის კომპანია, რომელიც ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი იყო, გაკოტრდა და აღარ მიაქცია ყურადღება რა და ეს გემი დარჩა. ეს გემი რო დარჩა იქ, ეს ტვირთი დროებით გადმოიტანეს ბეირუთის პორტის საწყობში დაასაწყობეს, სადაც ფერვერკები და რაღაცები ინახან, ფერვერკების გვერდზე იდო ეს 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატი, რომელიც ერთი სპიჩკით ჩაგდება და რასაც შვება კინახეთ. და არ წამოიღეს რა, ანუ დარჩა. ამბობენ რომ იყო ჩივილებიო რომ წაიღეთ, მაგრამ არავის არ მიქონდა, არავისი არ იყო რა. ანუ ის კომპანია, ვისაც გადაქონდა თუ რაღაცა, ის კომპანია გაკოტრდა და ეს ბეირუთში შემორჩა ეს ასაფეთქებელი ნივთიერებები. ანუ არ იყო ბეირუთში, არ უნდა ყოფილიყო, რა უნდა ყოფილიყო ჩაიტანთ მოზამბიკში, ბეირუთთან ახლოს და გაფუჭდა გემის საცური ნაწილი გაუფუჭდა, მოუწიათ გადმომერე გაკოტრდა ეს კომპანია, მოუწიათ გადმა, რამხელა პეპლის ეფექტია ხო ხვდებით რა, ანუ რამ სიგრძე პეპლის რამე რო არ მომხდარიყო, საერთოდ არ მოხდებოდა ეგეთი რაღაც მინიმუმ ბეირუთში. და ბეირუთში რაღაცა გადაიტანეს, იქიდან არ წაიღეს, წლები იყო იქ და ერთხელაც რაღაცა პატარა ჩეპე მოხდა, აფეთქდა ფერვერკები, ანუ ორი აფეთქება როგორც გახსოვთ მანდ რა. ჯერ არის ეს პირველი აფეთქება და მე არის ძალიან დიდი აფეთქება რო არის. აი მეორე აფეთქება არის
საქართველოსთან რაც წავიდა ეს ამონიტრატები რაც აფეთქდა ეგ არის და პირველი იყო ის ფეირვერკები რაც აფეთქდა რა. ანუ ფეირვერკების აფეთქებამ გამოიწვია იმ ნიტრატების აფეთქება. და ძალიან საინტერესო რომ რამე წვლილი ხო არ აქვს ისრაელს, არ ვიცი. დღეს ეგეთი ტრენდია რომ ყველაფერს ისრაელს აბრალებენ რა. აი საერთოდ ყველაფერს აი ცუნამი იაპონიაში ისრაელის დაგეგმილია და ყველაფერს ისრაელს აბრალებენ. არ ვიცი რატო? მაგრამ აბრალებენ. და აქაც ბაზრობენ რომ კომენტარები გავხსენე რა ის ვიდეო რომ ნახე ეს ინფორმაცია სადაც ეწერა კომენტარები გავხსენე და ერთ-ორს ეწერა რომ ანუ მაინც საქართველოს შენ რას გულისხმობ რა რაღაც და უფრო მეტი მაინც ისრაელის ბრალი ავიძახდა მიუხედავად რომ არ ფიგურირებდა რა საქართველოს მოზამბიკში მიქონა შუაში ბეირუთში გაჭირდა და სხვათა შორის მანდვე არის ესეთი კვლევა ჩატარებული რომ როდესაც ქველმოქმედებას ეხება საქმე ადამიანი უფრო უთანაგრძნობს როდესაც ერთი ადამიანი კვდება ვიდრე ჯგუფი რა ესეთი კვლევა ჩაატარეს ბეირუთის აფეთქების დროს 137 ადამიანი გარდაიცვალა და 5000 დაშავდა რა და საქველმოქმედო კამპანია რო დაიწყო საეჭვოდ ცოტა ადამიანი რიცხავდა ფულს რა ცოტა ადამიანი ეწეოდა ქველმოქმედებას მათთვის რა და მანდვე ჩატარდა კვლევა რა და აღმოჩნდა რომ რაც უფრო პატარა არის მსხვერპლი ანუ მაგალითად თუ ბენეფიციარი ანუ საქველმოქმედო ბენეფიციარი ერთი ადამიანი არის 50%-ით უფრო მეტად ამოტივირებს ეგ რომ ადამიანმა საქველმოქმედო თანხა გაიღოს ვიდრე როცა ბევრია. ანუ რაც უფრო ბევრდება, მით უფრო ნაკლებია სურვილი ადამიანის რომ ქველმოქმედება გაიღოს ბენეფიციარის მიმართ. ხო და ეგ არის ძალიან უცნაური. წარმოიდგინეთ, მან რო 17 ადამიანის მაგივრად ერთი მომკვდარიყო, უფრო მეტი ადამიანი ჩარიცხავდა, ანუ ქველმოქმედებას გაიღებდა ვიდრე 17 რო იყო და 5000 დაშავებული რა. პიროვნებას რამხელა მნიშვნელობა აქვს. ანუ სიტყვა ინდივიდუალიზმი, სიტყვა ინდივიდი ძალიან მოქმედებს რა ყველგან გინდ საქველმოქმედო ამბავი იქნება თუ მარკეტინგი რაც უფრო ინდივიდუალური ხარ, რაც უფრო ინდივიდი ხარ, მით უფრო მეტად ფასობ, იმიტომ რომ ჩვენი ფსიქოლოგია ეგრე მუშაობს. საერთოდ კომპანიას რო მაგარ ლოგოს ჯობს მაგარი ამბასადორი ყავდეს. ანუ ეხლა ილონ მასკი უფრო დიდი სახელია ვიდრე ტესლა რო რამე. აი ტესლა ხო იგივე კომპანია იქნებოდა, მაგრამ ილონ მასკიც რო იმის სახე არის, კიდე უფრო დიდი კომპანია დაჩენს და ყოველთვის არის საჭირო ყველაფერს კონდეს სახე, ან ყველაფერს ყავდეს თავისი ერთი სახე, ერთი ადამიანი რომელიც წარმოაჩენს რაღაცა ჯგუფს რა რო რამე რა. აი მაგალითად გეტყვით რა, ინდივიდუალურობას რამხელა წონა აქვს რა. არ აქვს მნიშვნელობა ზოგადად რა ხდება, მაგრამ აი რამხელა წონა აქვს ინდივიდუალურობას. ეხლა მე რო ვთქვა რომ მე უნდა მოკლა 20 ადამიანი და ერთი ძროხა კაროჩე რა. და თქვენ თქვა გაგიჩნდებათ გონებაში რომ რატო ძროხა? რას ქვია რატო ძროხა? ძროხას ყველა ვკლავთ, მაგრამ იმ დროს როცა 20 ადამიანი ხო არის რომ ლოგიკურად 20 ადამიანი რომ უნდა მოკლა, ეგ უფრო გასაკვირი უნდა იყოს, ვიდრე ერთი ძროხა რომ უნდა მოკლა, ბევრად გასაკვირი უნდა იყოს, მაგრამ როდესაც ამას ვამბობ 20 ადამიანი და ერთი ძროხა, გამოდის რომ ძროხა გამოდის ინდივიდუალური. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჭამთ ამ ძროხას და ჩათვალე ვკლავთ ამ ძროხას ყოველთვის, ყოველ ჯერზე, რა ვიცი. და ჩვენ თვალწინაც რომ მოკლან საერთოდ შეიძლება რეაქცია არ გქონდეს. მიუხედავად მაგისა, როდესაც ვიძახით რომ 20 ადამიანი უნდა მოკლო და ერთი ძროხა, კითხვა საჩენს რატომ ძროხა? იმიტომ რომ ძროხა არის ინდივიდუალური, ის არის ჯგუფი, ეს არის პატერნის გარეთ არის ძროხა რა. და რაც უფრო პატერნის გარეთ იქნები, მით უფრო დაფასებული იქნები, მით უფრო მაგარი როჟა იქნები რა. მით უფრო წონა გექნება. პატერნის გარეშე, პატერნის გარეთ ვერ იქნები თუ ინდივიდუალური არ იქნები და რაღაცა ერთი დინების ნაკადის ერთ-ერთი წვეთი იქნები რა. დინება რომ მოდის, დინარია ქვარვარი ამოსული იქ ეხეთქება და იმ ქვაზეა მთლიანი ყურადღება. კაი, ბევრი მაგალითს მოყვანა შემიძლია, მაგრამ რომ რამე თანდათან ყოველი დღის მერე უფრო დაგარწმუნებთ იმაში, რომ ინდივიდუალურობა არის ყველაზე დიდი ასეთი, ყველაზე დიდი ქონება, რაც თქვენ გაგაჩნიათ და მაგის გაცემა არაფრად არ ღირს რა. უცებ კიდე გეოგრაფიული გაკვეთილები. პეს-დე ფასანის კუნძული ქვია. ძალიან მსხვილი თვისება აქვს ამ კუნძულს. ის მდებარეობს საფრანგეთისა და ესპანეთის გასაყარზე, ანუ მდინარეშია კუნძული, რომელიც აი ნახევარი სტადიონის ხელაა დაახლოებით და დავა იყო, აი საფრანგეთის უნდა იყოს თუ ესპანეთის, იმიტომ რომ გასაყარზეა რა. და ესპანეთმა და საფრანგეთმა ისეთ საინტერესო რაღაც გადაწყვიტეს, რომ 6 თვე წელიწადში 6 თვე საფრანგეთის არის ეს კუნძულები, 6 თვე ესპანეთის. თქვენ რომ პეს-დე ფასანელი იყოთ, გამოვიდოდა რომ ნახევარი წელი ფრანგი იქნებოდით, ნახევარი წელი ესპანელი. ანუ კაცნა შევთავაზო რომ შვილის გაჩენა პეს-დე ფასანის კუნძულებს. სამაგი მოქალაქეობა იქნება ჩემ შულს. ესპანეთის, საფრანგეთის
და საქართველოს. თუ გინდათ ერთად წავიდეთ და კაი სამშობია რომ გავხსნათ PSD ფასანი. აუ რა კაი ბიზნესია. წარმოგიდგენთ PSD ფასანში კარგი სამშობია რომ ისეთი რა, ნამდვილი ის, აი როგორც ჩაჩავა როგორიც არის. ეგეთი სამშობია რომ გავხსნათ და შუათ სამმაგი მოქალაქეები ქართველებმა. კიდევ ერთი გეოგრაფიული mind blow. ჩინეთის უკიდურესი დასავლეთ წერტილი გერმანიასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე აღმოსავლეთ წერტილთან. ანუ ჩინეთი რო ავიღოთ, ჩინეთის აქეთა წერტილი გერმანიასთან უფრო ახლოს არის, ვიდრე ჩინეთის აქეთა. ანუ ჩვენ რო ეხლა რო ვთქვათ, რომ იმ ხელა რო ვიყოთ, რომ ბათუმი მადრიდთან უფრო ახლოს არის, ვიდრე მარნეული არ ვიცი. ესეც გეოგრაფიული mind blow. უი, ყველაზე კაი რაღაცა ჩვენ გამომწერებს. აქ მაგ ცინცხალი ორიგინალი საქართველოს ნაკრების ფორმები, რომლებსაც აუცილებლად გავათამაშებ როგორ ჩემს Instagram ჯგუფში, ბაზოლდრინებში დავდებ გათამაშებას და შეგნით დამიწერთ მისამართ საცხოვრებ და რომელიც ყველაზე ახლოს იქნება ჩემს ახტანებას მოგიტანთ. კაი, ხუმრობ. საქართველოს ორიგინალი მაისური რომ მოიგოთ არის ძალიან მარტივი. შემოდიხართ ბაზოლდრინების ჩატში, გვხვდებათ იქ პოსტი. იმ პოსტზე წერთ საქართველო, არა ჯერ თურქეთი, საქართველო და თქვენ რა ანგარიშსაც ფიქრობთ ის, მე რასაც ვფიქრობ ახლა დავწერე და საქართველოს ბანკისგან გადმოგეცემათ ფორმა თუ გამოიცნობთ ზუსტ ანგარიშს. პირველი ორი ადამიანი ვინც გამოიცნობს ზუსტ ანგარიშს, იმას გადაეცემა ფორმა. ორს არა, სამ ადამიანს, ორიგინალს. სხვათა შორის საქართველოს ნაკრებს ვინც მოსავს, მაკრონი და ჰაბსჯი. ასევე ჩვენი სპონსორია. პრემიუმ სპონსორები მყავს სეტანტა, რომელიც უნდა გამოიწეროთ აუცილებლად. ქვემოთ ამოა ბასტო დიდი ასობით პრომოკოდი. ეხა მოდის ჩხუბები, ეხა ალექსანდრე თოფურია ჩხუბი მოდის. ალექსანდრე თოფურია ჩხუბს რო ველოდები, ეგრე არ ველოდები არავის ჩხუბს ქართველისას დღეს, იმიტომ რომ ეგ ტიპი მაგრად მევასება რა, რაღაცნაირი მაგარი მოჩხუბარი მგონია რა. აი მაგრამ მგონია რომ დაგალახავს ვისაც მომდება ყველას. ხო და ალექსანდრე თოფურია ჩხუბი მოდის და არ გამაზოთ ბასტო დიდი ასოებით 30%-იანი ფასდაკლება ისედაც ამ უგენიალურეს, უიაფეს და საჭიროეს subscription-ზე, რომელიც ყველას უნდა კონდეს და ასევე უღრმესი მადლობა Starbucks, რას სახელებს ვიძახი TikTok-ი რო გავაკეთე მე ოთახი და რო ეთქვათ, რომ ეხაო შენო რამდენიმე წელიწადშიო სპონსორი გეყოლებაო საქართველოს ბანკიო, სეტანტაო, Starbucks-იო, იქითო ჰაბსჯიო კიდეო გამოშტერდებოდი. მეთქი გადაო ეხა გაჩა ბიჭო ერთ-ერთი Starbucks-ის სენა ხო და მაგრამ ეგეთი რეალობა გვაქვს. უღრმესი მადლობა ყველას. მადლიერი ვარ. რომ გვერდში მიდგახართ რა. ცოტა იმაზე თუ არ ვარ, ხასიათზე თუ არ ვარ ცოტა და ისე არ ვარ, შეგახსენებთ რომ მე ინტეროვირუსი მაქვს ეხა გუშინ მქონდა და დღესაც ალბათ მაქვს. ვერ ვარ კარგად ვერ ვარ ხოდზე ასე თუ ისე თავში ფოგი მაქვს, ნასიცხარი ვარ, მაგრამ იმედია კარგი ვიდეო გამოვიდა. მე სულ ამბობ, რომ განწყობარი ძალიან მნიშვნელოვანი თქვენ ხარ ის მინდოდა რა. განწყობარი ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანს აქ იმის ნიჭი მეთქი, სულ მაგას ვამტკიცებ რა, რომ ამბობენ, რომ აი ზოდიაქოსი ვისაც ჯერა იმე, მე მგონია რომ ადამიანი და ძლიერია, რომ რისიც წამს ის არსებობდეს. ვისაც ზოდიაქოსის წამს ჩემს იმის ცხოვრებაში ზოდიაქო არსებობს. ეგეთი ისა მაქვს რა, დამოკიდებულება მაქვს ადამიანების მიმართ. ადამიანები ვართ ძალიან ძლიერები რა. დიმიტრი უზნაძეს აქვს ესეთი განწყობის თეორია, სადაც კარგად არის აღწერილი რა, რამხელა მნიშვნელობა ადამიანის განწყობას რა. შენ რა განწყობითაც ხარ, გონებაში როგორი ოპტიმიზმითაც ხარ, როგორი განწყობითაც ხარ, ისე მიმდინარეობს შენ ცხოვრებაში საერთოდ ყველაფერი რა. აკონტროლებ შენ რეალობას, მაგაზე ზეგავლენა გაქვს და არსებობს ესეთი ტესტი. მე ამის ჯერა თუ არ მჯერა არ ვიცი, მაგრამ განწყობა როს რო დიდი ძალა აქვს ეგ ვიცი რა. და ამიტომ თქვენთან ერთად გავაკეთებ ამ ტესტს. ეხლა გადავალთ ჩემს სამზარეულოში. არსებობს ესეთი თეორია, რომ ბრინჯი უნდა მოხარშო და სამ სხვა კილაში უნდა ჩადოო რა. ერთ კილოს უნდა დააწერო, რომ ცუდი ბრინჯია, მეორეს ნეიტრალური ბრინჯი, მესამეს კარგი ბრინჯი. და ყოველ დილას რო ადგები ამ ცუდ ბრინჯს უთხრა შედეგენერატო, შედამპალო სირო უნდა დადო. მე უნდა იყო კარგი ბრინჯი და შენ შემოგევლე, ჩემი ნიჭიერი და ყოვლის მწოდნე და ყველაზე იღბლიანი და საყვარელი. დადო და ის ნეიტრალურს ხელი არ მოკიდო. და რაღაცა ერთი თვის მერეო, ვისაც აჯვამდიო, რომ ბრინჯად აჯვამდიო, ის ბრინჯიო ჩამყყდებაო, ნეიტრალური ისეთ პონჩიო დაძველდებაო და თეთრი შეინარჩუნებსო, სიხალასესო. ბევრი ვნახე რა და ერთი 10-დან 8 ვიდეო იყო, სადაც მართლა მუშაობდა თითქოს ეს ტესტი და fact checks გავაკეთებ რა. წავალ, აი ამ რაც ბრინჯებს იმას ვიზამ და ერთ თვეში ვნახავთ შედეგს. თუნდაც თქვენს გააკეთეთ რავი, მაგრამ მე არ მოგატყუებთ კაროჩე. მოვხარშე ბრინჯი,
ჩავდეს სამ ნაწილად, აგერ ერთი, აგერ მეორე, აგერ მესამე. ეს ნეიტრალურს შევინახავ აი აქ, რასაც ხელს არ მოვკიდებ. დამპალნაგლო ცუდო აქ. და შენიჭერო ათოსანო გემრიელო ტკბილო აქ. და ყოველ დღე გავაკეთებ ამას. სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. თქვენ გვერდზე გაიხსნა Eagles Nest-ი, აი ესე როგორც კი ახვალთ იმის პენდელას უკან სტადიონზე გაიხსნა Eagles Nest-ი. შევედი 4 ლარი ღირს hot-dog-ი, 5 ლარი ღირს სენდვიჩი. ანუ სტუდენტებისთვის იდეალური პორცია, იდეალური ფასები. უბრალოდ შეუძლებელია, მე ვიცი მანდი ირგვლივ რაც ხდება, რა მაღაზიებიც არა, საკვები ობიექტებიცა, შეუძლებელია ამ ფასად, ამ ხარისხის და ამ გემოს რაღაცები ჭამოთ მინდეთ, ვინც სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობთ. ან თქვენი მეგობარი სწავლობს, აუცილებლად უთხრეთო ზეუნთავიდან, იმიტომ რომ 10 ლარად კარგად გაძღებიან, 8 ლარადაც კარგად გაძღებიან რა. 7-დაც გაძღებიან რო რამე და 6-დაც შეიძლება გაძღნენ თავისი სასმელით. მადლობა დიდი, მადლობა ჩემი სპონსორებს და ეს მაიკებზე არ დაგავიწყდეთ, მაისურებზე არ დაგავიწყდეთ, იქ დავწერთ საქართველოს თურქეთი, აბა, ესეთი მას დავწერთ და თქვენ ბაზალტრინებში დამიწერეთ და მე მოგიტანთ ამას. ან ჰაფჭიში დავტოვებ, სადაც ესენი იყიდება და წაიგეთ, ან რა ვიცი, საქართველოს ფილიალში. უღრმესი მადლობა, გაკოცეთ. აი, ჩაგეხუტეთ, აი. ჩემი აბა რა, ბიჭო, გამომიწერო აბა რა.